გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას. მივესალმებით სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, საჯარო გაშლებს, ციკლიდან სიტუაცია პროგნოზი და ცოტა მრავალფეროვნების შეტანა მინდა ამ ფორმატით გაშლებში. დღეს ესეთი ამუნიციით, სამაჯური, სიცოცხლის ხე, იგდრასილი და რუნები და ასევე ბეჭედიც, ეს არის წყვილი, ულამაზესი და დიდი ხანი არ მკეთებია და დღეს მომინდა ესე წავდგარიყავით თქვენს წინაშე და დასტაც რუნების ტარო. და რისი თქმა მინდა ჩემო კარგებო. ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც ვითხოვ თქვენგან ან მოწონებებს, ან კომენტარებს და ასე შემდეგ. დღეს მინდა მოგიწოდოთ, გამოიწეროთ გვერდი, განსაკუთრებით იმისთვის, რომ მოვისმინოთ სიმართლე, სრული სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. პირობას გაძლევთ, რომ რიტუალი თუ რამე გავაკეთე საჯაროდ, იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. თუ რამეს გასწავლით, ასევე იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ყველა წესების დაცვით და ყველა ნიუანსით. ამიტომ არის რომ ძალიან იშვიათად ვაკეთებ რიტუალებს საჯარო ეთერში, საჯარო გაშლებში, ან თუნდაც პირდაპირ ეთერში. ამიტომ არის რომ ძალიან იშვიათად გასწავლით რიტუალებს, ვცდილობ გავაკეთო ისეთი რიტუალები და გასწავლოთ, რაც თქვენთვის იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო, ეყოფა თქვენი ენერგეტიკა, თქვენი გამოცდილება და ასევე ვერავის ვერაფერს დაუშავებთ. რატომ გავუსვი ამას დღეს ესეთ განსაკუთრებულად ხაზი ამ თემას? დილას იყო მე მგონი წავაწყდი ერთ-ერთი გოგონას საიტს, ვიღაცას გაუზიარებია ჩემი ვიდეო და მაინტერესა გავყევი, მეთქი ვინ არის, რა არის, ნუ ბევრი რაღაც ქონა გაზიარებული. ხო და გაზიარებული ქონდა ერთ-ერთი სასიყვარულო რიტუალიც. ჩემო კარგებო, ნებისმიერი სასიყვარულო რიტუალი პარტნიორის მიჯაჭვაზე არის შავი მაგია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება. არაფერს კარგს ეს არ მოგიტანთ. მე ამაზე ვიდეო მაქვს ჩაწერილი და დღეს ახლა როდესაც მინდოდა ისე თემა გამეგრძელებინა სიტუაცია პროგნოზი და კონკრეტულად ისე ერთ ადამიანს შეეხება და რა თქმა უნდა გავაკეთებთ ამას. აი გულმა არ მომითმინა და მინდა ესეთი რჩევების სახით თუნდაც პატარა რაღაც მიმართულება მოგცეთ. არავითარ შემთხვევაში ეს დაიმახსოვრეთ მთავარი პრინციპი მაგიის. რითი განსხვავება შავი და თეთრი მაგია ერთმანეთისგან? ვიღაცისთვის შეიძლება ნაცრისფერი იყოს, რუხი იყოს, ჭრელი იყოს, რაღაც 1000 გვარ რაღაცებს სწამებენ მაგიას, მაგრამ მაგია არის შავი და თეთრი, ჩემი გადმოსახედიდან და განსხვავდება ერთმანეთისგან იმით, რომ შავი მაგია მიმართულია ადამიანებისთვის ზიანის მიყენებაზე, თუნდაც შენიღბული იყოს რაღაცა უწყინარი რიტუალის სახით. და გამოიყენება ამაში ჩართულია ნეგატიური ძალები, ანუ ის ბნელი ძალები, რომელიც ღვთიურის ნათელის საპირისპიროა. თეთრი მაგია არის ის, რასაც ადამიანები მიმართავენ წმენდის დროს, რაღაც მინიმალური დოზით სიტუაციის კორექციის დროს, განთავისუფლების დროს, სხვა გარეშე ჩარევებისგან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ადამიანის წინააღმდეგ. ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ ეს კითხვა წარმოეშვას ვიღაცას, რომ სიყვარული არ არის ბოროტება, სიყვარული კარგი რამეა, ბედნიერებაა, სიხარულია, მაგრამ თუ კი ეს ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ ხდება, ანუ აიძულებთ ვიღაცას რაღაცას, აიძულებთ ადამიანს უყვარდეთ, მოსწონდეთ, თქვენს გვერდით იყოს, ეს არის შავი მაგია და საზღაურიც იქნება შესაბამისი. მოკლედ რაღაცა ესეთი შესავალი გავაკეთე, არ მინდა ბევრი დრო წაგართვათ, რადგან ვაპირებ რომ ჩავწერო ვიდეოები აი ამ თემატიკით, მოკლე ვიდეოები, შემეცნებითი ვიდეოები, სადაც აგიხსნით რა არის შავი და თეთრი მაგია, რა არის ნეკრომაგია, რა არის სარკეების მაგია და ასე შემდეგ. და ამისთვის რა თქმა უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი. ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ თუ გინდათ მაქსიმალური ინფორმაცია ჩემგან და არაფერი გამოგრჩეთ, უნდა გამომიწეროთ YouTube არხზე, რადგან პირველ რიგში ყველა ჩემი ვიდეო ითვირთება YouTube-ზე და მერე შეიძლება Facebook-ზე და მერე TikTok-ზე და არის ხშირი შემთხვევა, როდესაც მხოლოდ YouTube-ზე დევს ვიდეო, რადგან მავიწყდება დანარჩენ სოციალურ ქსელებში ატვირთვა, ან დრო არ მყოფნის და აქედან გამომდინარე გირჩევთ, რომ თუ კი არ გინდათ ჩამომრჩეთ და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ ჩემგან, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი იგივე სახელწოდებით. YouTube-ზე ვინც მეყურებს, ახლა თავისთავად გამოწერილი ვყავარ და
ნახეს უკვე ყველაფერი, მაგრამ ამ ვიდეოს ავტვირთავ Facebook-ზეც, ავტვირთავ TikTok-ზეც და მათთვის ვამბობ, რომ იგივე სახელწოდებით ტაროს სიბრძნე გამოიწერეთ, ხმას რა თქმა უნდა იცნობთ, ამ ჩემს სუფრას იცნობთ, ეს არის თექა, ჩემი ხელით გაკეთებული, მოთელილი, რაღაცნაირად ეს ფერები მინდოდა, უბრალოდ აქცენტი არის ფერზე. და რა თქმა უნდა ესეთი არავის არ აქვს, იმიტომ რომ ეს ჩემი ხელით არის გაკეთებული და არ შეგეშლებით არავის. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, გამომყევით ბევრი საინტერესო რამ გელით წინ. დღეს რაც შეეხება გაშლას, ვაგრძელებთ რა თქმა უნდა ციკლს, სიტუაცია პროგნოზი, დავახასიათებთ ადამიანს, პატარა განსხვავებით, რა კი რუნების ბეჭედი მაქვს, რუნების სამაჯური მაქვს ხელზე, სიცოცხლის ხე, თავისი 24 რუნით და დამატებული 25 რუნა, როგორც ეს ბოლოს მოხდა, ინფორმაცია თუნდაც რუნებზე, აი ესეთი ვიდეოებიდან ბევრი რამე შეგიძლიათ ისწავლოთ ჩემგან. 25 რუნაა დამატებული, ცარიელ რუნას ეძახიან, ზოგან წრე არის უბრალოდ მოხაზული და ეს არის ღმერთის სიმბოლო. ანსუზიც აქ რუნებში არის თითქოს და ღმერთის სიმბოლო და სინამდვილეში ასია, მაგრამ სამყაროს მთლიანობა არის წრე, იდეალური ფორმა წრის და 25 დამატებული რუნა არის წრე. და ეს რუნა აღნიშნავს სიტუაციას, სადაც უკვე თქვენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ და სამყაროს ნებაა ჩართული. მაშასე შემოკარგებო, ეს პატარის მიმოხილვა, ნაუცბათევი რჩევები და გავაკეთოთ გაშლა. ვნახოთ დღეს ვინ გვესტუმრა, როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე. ვაუ, ვიტყვი, იმიტომ რომ პირველივე ამოგვივიდა ვარსკვლავი. ვნახოთ დახასიათება წყლის 6-იანი, ჩამომხრჩვალი და ჯოკერი. აი მართლა ვაუ. მე ასეთ ადამიანზე ვიტყოდი რას დახასიათებაში, როდესაც არის 5 კარტიდან 3 უფროსი არკანი და მაღალი არკანი, როგორც სხვების გაგაქვთ მოსმენილი, ვარსკვლავები, ჩამომხრჩვალი და ჯოკერი და ჩამომხრჩვალი თავისთავად რუნებთან ასოცირდება და არის ღმერთი ოდინის სიმბოლო. ძალიან განსაკუთრებულ ადამიანზე მიგვანიშნებს შემოკარგებო. აი ეს კომბინაცია, ბევრი რომ არ ვილაპარაკო და არც მაქვს უფლება, ეხლა აი ამ ადამიანზე ბევრი ვილაპარაკო, შემიძლია თამამად თქვა და არც შემწყვება, რომ ეს ფრაზა გავაჟღერო და ეს წინადადება ადამიანი, რომელიც თითქოს გამოექცა ვარსკვლავებს, გამოექცა ანგელოზების ლაშქარს იმისთვის, რომ ადამიანებისთვის მოეტანა სიკეთე. ვაკვირდები ტენდენციას მესამე გაშლა უკვე, რომ ძალიან განსაკუთრებულ ადამიანებთან მაქვს საქმე, ზედიზედ მესამე გაშლა. ფრაზა მოდის, აი სათითაოდ შემიძლია კარტების მიხედვით დავახასიათო ადამიანი, როგორ უყურებს სამყაროს, როგორ აღიქვავს სამყაროს, როგორი დამოკიდებულება აქვს სხვა ადამიანებთან, მაგრამ ამის სრული არ გამაჩნია. მინდა ვთქვა ის, რომ ამ ადამიანმა ერთი ციკლი თავის ინკარნაციების დაასრულა, მივიდა რაღაც გარკვეულ სტატუსამდე, რომლის შემდეგაც შეიძლებოდა აღარ დაბრუნებულიყო ფიზიკურ სხეულში და დარჩენილიყო იქ უკვდავებაში, უსასრულობაში, მაგრამ რატომღაც ამ ადამიანმა გადაწყვიტა თავისი ბედი თავად, ამას ქვია კარმა. კარმაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება და მე მარტივად გეტყვით შემოკარგებო, კარმა არის ბედისწერა, რასაც ბედისწერას ვეძახით და რასაც ჩვენ თვითონ ვწერთ. არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც რაღაცის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ 90 და 99 თუ არა 98%-ში ჩვენ ვახდენთ გავლენას ჩვენ კარმაზე და აქედან გამომდინარე ხდება ყველაფერი. ადამიანმა თავისი კარმის დაწერა ხელახლა დაიწყო სუფთა ფურცლიდან. ამ ადამიანს გააჩნია განსაკუთრებული ხედვა, განსაკუთრებული შინაგანი სიბრძნე. ხშირად შეიძლება თვითონაც არ ესმოდეს საკუთარი თავის, რადგან ეს ყველაფერი მის ქვეცნობიერში დევს, მაგრამ ადამიანი ძალიან დიდი ენერგიული ბაზით, აი იმდენად დიდი სიყვარულის ძალა ამ ადამიანში და იმდენად დიდი პოტენციალი დევს, რომ აი სად დახარჯოს არ იცის, რა უყოს ამ ყველაფერს არ იცის, ყველაფრის გაკეთება უნდა, ყველაფრის ცოდნა უნდა, ყველაფრის სწავლა უნდა. პრინციპში ამ ადამიანმა ყველაფერი იცის, მაგრამ რა კი ამდენი ინკარნაციასთან გვაქვს საქმე და თვითონ ამ პიროვნებას
ცოტა გაურკვევლობაშია, არეულობაშია და ვერ ხვდება რა სჭირს. იმედია, ვინც მომისმენს და თავისი თავი იცნო, აი ამ კომბინაციაში, აღწერილობაში, რაღაცა სწორგზაზე დავაყენე, რაღაცა მივანიშნე, რაღაცა გავაგებინე და რა თქმა უნდა, თუ სრული ექნება, ჩაიწერება პირად კონსულტაციაზე, მიმართავს ნებისმიერ პროფესიონალ ტაროლოგს ან სხვა რაიმე ფორმატით მომუშავე ეზოთერიკოს და არავითარ შემთხვევაში ვიგინდარებს სოკოებით მომრავლებული ვითომ ტაროლოგებს კარტების მნიშვნელობას რომ სწავლობენ და გაგებაში არიან ის სიღრმისეული გაგებაში არ არიან რას ნიშნავს სინამდვილეში ეს კარტი და არანაირი ენერგეტიკული კავშირი არ გააჩნიათ. მე ხუთლარიან ტაროლოგებს გულისხმობ ჩემო კარგებო. მიმართეთ პროფესიონალს, ვინც იცანით საკუთარი თავი. მე კი გავაგრძელებ გაშლას. აი ძალიან ღრმა, ძალიან განსაკუთრებული ადამიანი და აი ენერგია პირველ რიგში მოდის, ენერგია ჩქეებს, გადმოდუხს, არ იცის სად წაიღოს, ანუ თქვენ რომელიღაცას, ვინც მისმენთ, არ იცით სად წაიღოთ ეს ამდენი ენერგია და ვერ ხვდებით რა გჭირთ. და თუ კი მომისმინეთ, უკვე გასაგებია თურმე რაშია საქმე. რა კი რუნებთან გვაქვს საქმე და რუნების დასტა მაქვს ტაროსი, რუნები ხელზე, მაჯაზე სამაჯური რუნების და ბეჭედი რუნების. მოდით მაშინ პრინციპი მაინდა-მაინც არ დავარღვიოთ და 3 ნორნის გაშლა გავაკეთოთ, წარსული აწყნო მომავალი, პიროვნება დავახასიათეთ. ნახოთ თქვენი წარსულიდან რაიმე ისტორია, რაც გენიშნებათ და ეს კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ იმას, რომ სწორგზაზე ხართ და უნდა მისმინოთ ბოლომდე, ვნახოთ აბა წარსული, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, მე ვნახავთ აწყოს და ვნახავთ მე მომავალს პროგნოზს. ანუ წარსულში რა ხდებოდა, ვნახოთ წყლის შვიდიანი, ბევრი ემოცია, ბევრი ილუზიებიც იყო, ოცნებები იყო, ნატურები იყო, სხვათა შორის აი ახლა აი ამ კომბინაციაში შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს წარსულში, თუნდაც იდექი ზღვარზე, გქონდათ ესეთი არჩევანი საკუთარ ოცნებებსა და მატერიალურ სამყაროს შორის, ანუ ის თქვენი ოცნებები არანაირად არ ჯდებოდა თქვენს მატერიალურ სფეროსთან თანხვედრაში, არანაირად არ მოდიოდა, უნდა აგერჩიათ ან ერთი ან მეორე, ან აგესრულებუნათ თქვენი ოცნება, ან მიგეხედათ მატერიალური მხარისთვის თქვენი ცხოვრების და აი ამან ძალიან დიდ დისკომფორტში ჩაგაგდოთ, აი მერყეობდით ორ აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროს შორის თქვენი ცხოვრების. ვისთვისაც ეს გაშლა რეზონირდება, ის უეჭველი მიხვდება რაზე ლაპარაკი და ვნახოთ აწმყო ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს ვიდეო. აწმყო ასეთია ჩემო კარგებო, გადაწყვიტეთ სრული ტრანსფორმაცია, აბსოლუტურად განსხვავებული სტილით ცხოვრება იმისგან, რასაც ხართ ნაჩვევი, ან რაც იყო თქვენს წარსულში აქამდე სრულად განსხვავებული, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ბევრი ბარიერებისა, სიტუაცია აიღეთ სამართავად საკუთარ ხელში. შეიძლება წინააღმდეგობებს გიწევდნენ, შეიძლება ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს გაუმკლავდით. ეს იყო თქვენი კარმული გამოცდა, კარმული გაკვეთილი, უფრო გაკვეთილზეა ლაპარაკი, არავითარ სასჯელზე აქ ლაპარაკი არ არის, სასჯელიც ხშირად გვხვდება ხოლმე, მაგრამ აქ იყო რაღაც სასწავლი. რაღაც უნდა გესწავლათ, რაღაცისთვის გქონდათ ეს სიტუაცია მოცემული და ეს გაკვეთილი როგორც ჩანს წარმატებით გაიარეთ. გადიხართ, რა თქმა უნდა, აქ ემოციების კონტროლზეა ლაპარაკი, ჩემო კარგებო, თქვენი ემოციების კონტროლზეა ლაპარაკი და როგორც ჩანს წარმატებით გაიარეთ ეს გაკვეთილი. ან აი ამ პერიოდში გადიხართ, რადგან აწყოზე გვაქვს ეხლა საუბარი, რაღაც ესეთი ყოფითი საკითხი, რაღაც ლიმიტირებული ინფორმაცია არ მოდის, არის ზოგადად გაკვეთილებზე ლაპარაკი და არ შეიძლებოდა ეს გაშლა რიგითი ყოფილიყო, იქიდან გამომდინარე, რომ უცბად შემომაწვა ეს ემოცია და მინდოდა, რომ ეს სამაჯური მკეთებოდა ხელზე, ეს ბეჭედი მკეთებოდა თითზე, ესეთი რუნების ტაბლოთი მემუშავა და თავისთავად გასაგებია, რომ განსაკუთრებული იქნებოდა გაშლა და რაღაც ყოფით თემებზე და ელემენტარულზე არ იქნებოდა ლაპარაკი. მაშ ასე შემოკარგებო რაღაცა ემოციური გაკვეთილები, გამოცდები, კონტროლი ემოციების და ძალიან საინტერესო საჭირო ინფორმაციები თქვენთვის. აი ეს რაც ხდება დღეს. თლიანად სურათი რო შევაჯამოთ, კარტები მიჩქარის, ვიღაცას ძალიან ეჩქარება პასუხის მოსმენა, თავისთავად, რამოდენიმე წამი მოითმინეთ ან გადაახვიეთ,
მაგრამ მე ჩემი შეგრძნებები უნდა გავაჟღერო. მთლიანად მიჩნდება ისეთი შეგრძნება და ემოცია, რომ ადამიანი, ანუ თქვენზეა ლაპარაკი, ვისთვისაც ეს გაშლა რეზონირდა, ან თუ გეცნოთ ვიღაც სხვა ადამიანი თქვენ თავზე არ აიღეთ ეს და სხვა ადამიანი გეცნოთ აი ამ ისტორიაში და აგრძელებთ ვიდეოს ყურებას, მათთვის არის ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა. აი, როგორ თქვა, ჩემო კარგებო, ინტერესი პატარა ბავშვის ინტერესი თითქოს აი რაღაცას დააშავებს, არ დააშავებს, არც ძალიან ცუდი შედარება არის, შეიძლება არასწორი, მაგრამ ტყუილად ეს ემოცია არ მომივიდო და რატომღაც აი ესეთი შეგრძნება მაქვს ბავშვმა, რომ ელექტროქსელში რაღაცა რკინის ნივთი, ჩხირი რაღაცა მეტალის ან რაღაცა შეყოს და აბა რა მოხდება, როცა უკრძალავენ, რომ იქ არ შეყო, თითი არ შეიძლება, რაღაცა ფუა მოგივა და ასე შემდეგ. აი, რაღაცა ესეთი ის მოდის, ცნობის მოყვარეობა, ჟინი, ინტერესი, რაღაცა აი კონკრეტულ სფეროზე, კონკრეტულ საკითხზე ვერ ვამახვილებ ყურადღებას, რადგან თუ კი ასეთი არის და რამოდენიმე ადამიანი მიყურებს მსგავსი ისტორიით, ეს იქნება ძალიან ინდივიდუალური, მაგრამ აი ზოგადი შედარება შემიძლია გავაკეთო სიტუაციის, უჩხიკინებს, ბავშვი უჩხიკინებს რაღაცას და აინტერესებს რა მოხდება. მაგალითს მოგიყვანთ, მე მაგალითად და არასდროს არ ვიტყუები, ჩემო კარგებო, ეს არის ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულად მტკივნეული თემა და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი ხასიათში ტყუილზე მაქვს, აი ძალიან ნეგატიურად დამოკიდებული, აცრილი ვარ ტყუილზე, ესე ვთქვათ და რა თქმა უნდა, თუ რამე ისტორიას მოვყვები ჩემზე, ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ტყუილი. და შეიძლება ვინმე ბავშვობის მეგობარი მიყურებდეს, ან ესეთი მეგობარი, რომლებმაც იციან ჩემი ისტორია და დაადასტურონ, რომ კი ეს ნამდვილად ასე არის. ანუ მაგალითის მოყვანა მინდა, მე მაგალითად პატარა ვიყავი ძალიან ცნობის მოყვარე და როგორც ჩანს, თურმე რისთვის, ამ თემას აღარ გავაგრძელებ, გამგები გაიგებს და მიხვდება. გემახსოვრებათ უფროსი თაობის წარმომადგენლებს მით უმეტეს ესეთი ბროლის ჭიქები, ესეთი სქელი ძირი ქონდათ ხოლმე, ესეთი მსუქანი ძირი ქონდათ ბროლის ჭიქებს. არ ვიცი 100 გრამი ჩადიოდა, 200 გრამი ჩადიოდა, სითხე თუ რა ჩადიოდა და ყველა ვიტრინაში როიდო და ყველა ოჯახში როიდო. მე ერთ-ერთი, ნუ ჩვენ ოჯახში ბევრი იყო და მე ერთ-ერთი ცალი ავიღე, გავიტანე გარეთ, მოუძებნე ესეთი კუთხე, სადაც არ დამინახავდნენ, დავდე ქვაზე, ჯერ დავახეთქე, გავტეხე, ანუ ჩემი ინტერესი წარმოადგენდა ძირი თვითონ, ეს სქელი ძირი რაც ქონდა და გავტეხე ჭიქა, მე ის ძირი დავდე ქვაზე და მეორე ქვით დავნაყე და ვიყავი სადღაც 4-5 წლის, ალბათ მაქსიმუმ 6 წლის და რატო გავაკეთე ეს? მაინტერესებდა, იმაში სითხე იყო, ის ძირი სქელი რო იყო, სიცარიელე იყო თუ მთლიანად შუშა იყო თუ რა იყო. ანუ ეს შედარება რატო გავაკეთე? აი ესეთ ადამიანთან მაქვს საქმე, ჩემნაირთან მაქვს საქმე და ეს სიტუაცია ხა რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში, რომ შევადარო, ეს ზუსტად იმ ჩემს ცნობის მოყვარეობას გავს. რომ მაინტერესებდა იმ ბროლის ჭიქაში ის ძირი სავსე იყო თუ ფუტლი არ იყო თუ რა იყო შიგნით. ანუ აქ რაღაცა აუცილებლობას, მოთხოვნილებას, რაღაცა კრიტიკულ სიტუაციას ვერ ვხედავ, ჩემო კარგებო, ნებისმიერი სფერო თქვენი ცხოვრების, რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს დღეს ეს სიტუაცია. თუ კი თქვენ ამას ვერ ხვდებით და ვერ აანალიზებთ, მე გეტყვით, რომ ეს არის უბრალოდ ცნობის მოყვარეობა თქვენი, რაღაცა გემოს გაგება. გემო რო გაუსინჯო რაღაცას, ნეტა როგორია, იჭმევა თუ არ იჭმევა. აი რაღაცა ესეთი ისტორიასთან გვაქვს საქმე და ასე რომ რაღაც ისეთ შედეგებს არ ველოდები პროგნოზის დროს და თქვენს ალბათ, ვისაც აინტერესებს, უმრავლესობამ ალბათ მიატოვა უკვე ყურება ამ ვიდეოსი, რა კი ესე დავწუნე მანდი და ესეთი დეტალები გავაჟღერე. მაგრამ ვისაც აინტერესებს და ვინც ვერ ამოხსნა დღეს რა მდგომარეობაში იყოფება და რა სჭირს ეს უცნაურობა, ის რა თქმა უნდა მიყურებს და პასუხებსაც იპოვის. ნუ ეხლა პროგნოზი როგორ უნდა ვთქვა და როგორი პროგნოზი უნდა გავაჟღერო, არ ვიცი, მაგრამ დავარქვათ აი ამ სიტუაციიდან, ნუ გამომდინარე კითხვას დავსვა მაშინ, რომ რას ისწავლით, რას გაიგებთ ამ სიტუაციიდან, რამე თუ ეხლა მე რასაც ვხედავ, უგრძნობ და აღვიქვა, აქ პროგნოზი ცოტა სისულელე იქნება რა მინიმუმ. არა რეალური თუ არა სისულელე იქნება და ვნახოთ აბა რა უნდა ისწავლოთ ამ სიტუაციიდან და რას ისწავლით და რას გაიგებთ, რა აღმოჩენას გააკეთებთ თქვენთვის. აი ვიცოდი, მაპატიეთ ეს კიდევ ერთი ესეთი მონოლოგი შეჭრა, მაგრამ რა კი რუნების ბეჭედი გავიკეთე ხელზე, რუნების სამეჯური გავიკეთე ხელზე და ეს ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული სიმბოლიკაა, ეს ძალიან განსაკუთრებული ამუნიცია. თავისთავად ხვდებოდი რომ გაშლა არ იქნებოდა მარტივი, ყოფითი
მაგრამ რა თქმა უნდა არის ძალიან სასიამოვნო ჩემთვის. და ალბათ იმათვის, ვისთვისაც რეზონირდა რა კი იპოვეს თავის კითხვებზე პასუხი. რას ისწავლით ამ სიტუაციიდან? აქ დადგება ინსაიტი, ჩემოკარგებო და ძალიან მოულოდნელი, თქვენთვის მოულოდნელი აღმოჩენები აი ამ სიტუაციის შემდეგ. პირველ რიგში მიხვდებით იმას, რომ რაც გეგონათ სტაბილური, მუდმივი, რომ აი თქვათ ეს არ შეიცვლება. არის რაღაც თემები, ისტორიები ცხოვრებაში, რაღაც ურთიერთობები ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც გონია რომ მუდმივი და არ შეიცვლება. და ამას ვერც დრო, ვერც სიტუაციები ვერაფერს ვერ უზავს და ვერ შეცვლის, თურმე ეს ესე არ არის. პირველ რიგში ამას ისწავლით და პლუს ამას ისწავლით, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, არ არსებობს როგორც ასეთი გამოუვალი მდგომარეობა, რომ არსებობს სამართალი ამ ქვეყანაზე, არსებობს ღვთიური სამართალი, სამყაროს სამართალი და არსებობს შინაგანი სამართალი და პირველ რიგში არ ვიცი რატომ ეხა ისეთი კარგი ადამიანი დავახასიათე და ისეთ თან მაქვს საქმე და ისეთზე ვლაპარაკობ, გამიკვირდა ეხლა სიმართლე გითხრათ, აი ის რაც უნდა გავაჟღერო, რომ ეს აღმოჩენა იყოს თქვენთვის. თავარია საკუთარ თავთან იყო მართალი. აი, მოდის ეს ფრაზა. და იმ ადამიანის ფონზე, ვინც მე დავახასიათე, ცოტა უცნაურია, რომ ეს აქამდე არ იცოდა ამ ადამიანმა. მიხვდებით იმას, რომ თავარია საკუთარ თავთან იყოთ მართალი, საკუთარ ნამუსთან იყოთ მართალი და ალბათ აი პატარა ინტერპრეტაციას გავუკეთებ აი ამ ბოლო ფრაზას, რომ საკუთარ თავთან მართალი კი არა, უფრო ვალდებული ხართ საკუთარი თავის მიმართ, რომ იყოთ ბედნიერი. რომ ხანდახან მარტოობა მაგალითად იმ საზოგადოებას და სოციუმს ბევრად ჯობია, ვინც თქვენს გარშემო არის. ანუ აქ მიდის რომელიღაცა ჩემი ძალიან ლამაზი ჭკვიანი ბრძენი განსაკუთრებული მაყურებლის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდის აღწერა. და ეს შიგნიდან, გულიდან წამოსული გაშლა, ტყუილი ნამდვილად არ იქნებოდა, უმიზნო ნამდვილად არ იქნებოდა და ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელო, ჩემო კარგო, ვინც შენ იცანი ახლა საკუთარი თავი აი ამ გაშლაში, იცოდე რომ სამყარო სიურპრიზებით არის სავსე და სადაც არ ელოდები ხაფანს, ცუდ ისტორიას, ღალატს, სამწუხაროდ იქ შეიძლება აღმოაჩინო ასეთი რამ და სადაც არ ელოდები დახმარებას, სადაც არ ელოდები სიხარულს, ბედნიერებას, აი იქ იპოვოს ბედნიერება და სიხარული. შეიძლება ისეთი ადამიანი დაგიდგეს გვერდით, ვისგანაც საერთოდ არ ელოდები და ისეთმა ადამიანმა გიღალატოს, რომ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყოს, რომ სამყარო აბსოლუტურად განსხვავებულია იმ წარმოდგენისგან, როგორსაც ჩვენ მაგალითად ოჯახში გვასწავლიან, სოციუმში გვასწავლიან და განსაკუთრებით ვიძახით ჩემ თაობას და უფროს თაობას კიდე. ჩემ თაობაზე თუ არ ლაპარაკი, მე ვარ ჯინსების თაობა, მე ვარ ის დაკარგული თაობა 90-იანებში, ჩემი უფროსი თაობა კიდე სხვა არის და ნუ ეხლა ჯენზიზე და იმაზე აღარ ვლაპარაკობ, ეს ცოტა სხვადასხვა ის არის, რა თქმა უნდა, თემა, მაგრამ როგორც თქვი, დავფიქრობ, ან ჩემი თაობა, ან ცოტა უფრო წინა თაობა და შეიძლება ჩემს მერე ცოტა ახალგაზრდა თაობა. რადგან აქ ცოტა ისეთი მომენტებია, რომ სამყარო თითქოს თავზე გენგრევათ, მაგრამ აი ეს არის ძალიან ისეთი შედარება, ძალიან რადიკალური, ძალიან კაცრი, ძალიან ხისტი, ეს ასე არ არის, სამყარო არ გენგრევათ თავზე, უბრალოდ სწავლობთ რაღაცებს და ეს არის პროგნოზი, რომ ბევრ აღმოჩენას გააკეთებთ. თუნდაც იმ სახით და იმ ფორმით, რომ გითხარით, თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი ინკარნაცია გამოვლილი, შინაგანი სიბრძნე და თუ კი ვერ ერკვევით საკუთარ თავში და მოისმინეთ ახლა ეს ვიდეო, რაღაც პაზლები აეწყო თქვენს გონებაში. ვფიქრობ ძალიან უცნაური, მაგრამ საინტერესო გაშლა გამოგვივიდა. მე გემშვიდობებით მომავალ შემთხვევით რამდე.